დღეს ისევ წვიმიანია მინდია. დილამშვიდობისა ყველას, ჩემი ძვირფასება. მოვედი, ჩემთან დილის 8 საათია. ესეთი ლამაზი ჭიქა ყავით ხელში. და თან მინდა რომ გავიკეთო უცებ მაკიაჟი ძალიან სწრაფი. და გასასვლელი ვარ დღეს. ჩემი კრემი ეს არის The Body Shop-ი. ჯერ კარგად არ გათენებულა, ამიტომ განათება შეიძლება არ არის კარგი. გუშინ თმა რომ დავიბანე, ფენით კი გავიმშრალე ეს ჩოლკა, მაგრამ მაინც ცუდად მაქვს დღეს. არ ვიცი, რაღაცნაირად ცუდად გამიშრა მაინც. ეხლა თუ მოვასწარი, ცოტას გავისწორებ. ჩანთას ჩავალაგებ და ეგ არის. და შესაც დავუსხოთ ყავა. თვითონ გავისწორე. მაინც არ მაქვს კარგად. ეს გარეთ ჭამა მიწევს. ჩემი აბა როგორ ხართ? მოკლედ ახლა მოვედი ცოტა აზერზე გამოვიხედე თვალებში ჩემი პრიჩოსკა არ შეიმჩნიოთ. ახლა გავიღვიძე. დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა. დავიღალე რომ მოვედი დავწექი და დავიძინე. დეტალებს ვერ ყვები, იმიტომ რომ მე არ მეხება მხოლოდ და ამიტომ ყველაფერს ვერ ყვები რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. უბრალოდ გიზიარებთ ჩემზე რაღაცებს, ჩემს ყოველდღიურობას და აქედან გამომდინარე მე როგორი ქარია, რა კარგია, რა კარგი ნიავია. დღეს ძილი დამაკლდა, იმიტომ რომ ძალიან ადრე ავდექი და ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს, როცა ადრე ვდგები, არ არსებობს მერე დღისით რომ არ მიმაგდოს. ამიტომ ეხლა რომ გამოვიცინე, მიხარია. ეხლა მინდა ყავა, მაგრამ თან შია. დღეს საჭმელი არ მომიმზადებია და ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ გავიღვიძე მარიტამ დამახვედრა ავოკადოს ტოსტი, თავისი მომზადებული. თან ეხლა ძალიან შია, ამიტომ ჩემი ტოსტი მელოდება. ეხლა მივირთმევ და ალბათ ყავას უკვე მერე დავლევ. თუმცა ცუდი ის არის, რომ ვარჯიშს ვტოვებ, მე მგონი, უკვე გვიანია, მალე დაღამდება და არ ვიცი, ალბათ ვერ მოვასწრებ დღეს წასვლას, ლაშა უკვე ვარჯიშობს და მე ალბათ დღეს გამოვტოვებ სამწუხაროდ, გუშინაც გამოვტოვე, იმიტომ რომ წვიმებია და აი ეგ არ არის კარგი. ასევე ვლოგი დასადები მაქვს დღეს. სავარაუდოდ ეხლა გავაგრძელებ მონტაჟს. სხვათა შორის წეგან ვამონტაჟებდი ვიდეოს და მაგ მონტაჟის დროს ჩამეძინა და ეხლა უნდა გავაგრძელო. დღეს მინდა რომ ავდივერთო, გინდათ საღამოს იყოს, მაინც მინდა რომ ავდივერთო ვიდეო, ასე რომ ესეთი ამბები. ეხლა ჯერ ოღონდ უნდა შევჭამო რამე. ესეთი გემრიელობა მომიმზადა მარიტამ თავის ხელით, მეგობრებო. ნახეთ რა სილამაზეა, აშკარად ძალიან გემრიელად გამოიყურება, დამითანხმებით ალბათ. უბრალოდ ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხახვები აქვს. მოკლედ თმები როგორღაც შევიკარი. ესეც ჩემი ყავა.
აი ამ უგემრიელეს დესერტთან ერთად, რომელიც არაერთხელ გაჩვენეთ. იშტები. მეიტას მიხატი. შრება. მოკლედ ველოდებით სოფლიო ჩემპიონატის გახსნას. ძალიან აქტიური მაყურებლები ვიქნებით ამ ჩემპიონატის, მეგობრებო. 6 საათზე გავიღვიძე. არა 6 საათზე. თუმცა რა ვიცი, გაჩნიათ თამაში. შეიძლება გავიღვიძოთ კიდეც. წარმოგიდგენთ საქართველოს რო ყოფილი. ხო, მე ძალიან ველოდები. მე დალაშა და ბავშვებმაც თქვეს, რომ ჩვენც ვუყურებთ, ვნახოთ, მაგრამ ეს ისეთი მოვლენა, ამის გამოტოვება არ ღირს, იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ ხდება და იმედია რომ მშვიდობა. 4 წელიწადში ერთხელ ხდება და მოკლედ ველოდებია შენ რომ ვიდეოს გადაღებას. აი ზუსტად ესენი მეზობლები. მეზობლები 3 საათს ველოდებიან რომ რემონტი გააკეთოს. ჩვენი საღამო ესეთი ვიტამინებით გრძელდება და ასევე მივირთმევ ჩაის. მარიტა ყავას მივირთმევს, თავისაყრა მაკოფეს. ხოდა ლაშაც მოვა ახლა და ერთად გავაგრძელებთ ყურებას მოკლედ მსოფლიო ჩემპიონატის და ძალიან ისეთი მოვლენა არის მნიშვნელოვანი მეგობრებო. დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს ვინმე ჩემთან ერთად უყურებთ თუ არა. რა თქმა უნდა, ყველა თამაშს არ ვაპირებ ხარ რომ ვუყურო, მაგრამ საინტერესო თამაშებს არ გამოვტოვებ ნამდვილად. განსაკუთრებით ნელ-ნელა, რაც უფრო ფინალისკენ იქნება, მე ხო საერთოდ და ისე ძალიან სახალისო არის, როცა გვეცლება მოკლედ ერთად მედალშას ვუყურებთ ხოლმე.